მე ვიცი ამ უღამე პოდკასტებს და გინდა subscribe 1 მილიონს რომ გაცდეს ხო და წარმატებებს უსურვებ ბევრს უნიჭიერეს მომღერალ და თვით თორნიკეს აგია თოკაფე დაბრუნდა თოკაფე აქ არის მოგესალმებით YouTube მაყურებელო სანამ დავიწყებთ ბიჭო რას ვითხოვ ისეც მაგის დედაոտირე გამოიწერეთ არხი და ეგეთ ვიდეო და კომენტარით ეგრე უწუწუნით რომ დავიწყე დავითა ჩვენთან სტუმრად იგივე თენთენა დავითათი ალბათ არ გეცნობათ თენთენა ძველი სკოლის წარმომადგენელი ერთ-ერთი წარმომადგენელი თქო ვიტყოდი მაგრამ იმენა წარმომადგენელია როგორ ახ ნემელა ძმა სიცოცხლე თოკი შერაშვები ძმაო აბა მართალია გიგვიჩი არყები მაგრამ ჯანსაღად კაცმაგე 3 საათზე არ ავჭამო 5 საათზე არ ავჭამო რა ვიცი ფორმაში ვარო ხო ძალიანაც თავს ეხლა არ უფრთხილდები მაგრამ რეპერებს არ უხდება ხოლმე ხო იცი რეპერებს როგორი წარმოდგენა აქ რო უნდა ეწოდეს ავდეს რაღაცა აწუხებდეს უეჭველი ეგეთი პრობლემებში უნდა იყოს ეგ არის ძმაო აბა როგორ ახალ მითხარი რავი თოკა ვა რა ძმაო რა ხო იცი აქ როგორ არის ხა როგორც ტელევიზიებში ხომ ეგრე მოეშვები გინდა ფეხი ფეხზე გადაიდებ გინდა შემპონჩი რა როგორც გინდა მოიცადე აი ეგ ძალიან ქედება ერთი დაიცა აჰა ეგ არის ძმაო ბიჭო რაღაცა ხალხმა არა თქვას მე ეჩალიჩებო ხო გეუნები სულ პრობლემაა თქო რა ეგ ხო მადლობა იქა ვართ მე ეს გადავიშვა შენ რა გონი პასუხის გებლობა რაღაცა ისე ჩეკითხვებს მაყრი ახლა ოფიციცმენ არა პასუხის გებლობაა თავისებული კაი მოდი ახლა მოვყვეთ ძველი დროიდან რა ახლა თენთენა არის ესეთი თემა რომ იყავით ჯგუფი კი ზმა და იყავით 5 კაცი თუ მახსოვება არ მღალატობს 5 ვიყავით თავიდან და მე რაღაცა კოპუში და მაგთემებში ეგრე მახსოვს 5 კაცი იჭდებოით ხო კი 5 ვიყავით მოდი აი მოვყვეთ მანდედან ნელ-ნელა და გავიხსენოთ ბიჭო ბაზარი არ არის ახალგაზრდობა ბაზარი არ არის ძმაო ბიჭო როგორი თემა იყო ნახე ახლა რა ყველას გვახსოვს ის პერიოდი ხომაზე ხარ ახლა რეპერობა ხო ძველებს განსაკუთრებით რომ ახლა და გუფის გადაცემაში თქვენ გადაცემაში გუფის უსმენდით რაღაცა ხოაზე ხარ და ხო რა მაშინ რეპერობა კი არა თავზე ბენდენა კი არა და ხოაზე ხარ რაღაცა სხვა სტერეოტიპი იჩთებოდი გაიგე და ისეთი თემა იყო ახსნა კი არა ჩხუბი კი არა რავი აი ყველაფერი გიწევდა იმის დასამტკიცებლად რომ ხოაზე ხარ რაღაცა რა და არ არის ეს მაინც და მაინც რაღაცა იოლი თემა რომ აი მინდა ვიყო რეპერი ან ხოაზე ხარ რაღაცა და წამოვედით მაშინვე ახლა ხოაზე ხარ აი ონიქსების ხოაზე ხარ ძველების თაობაა რა ხოაზე ხარ რა უთენგი და ბაზარი არ არის ახლა რამდენიც ჩაბოვთვლით ხოაზე ხარ ბაზარი არა მაგრამ ბიჭო გაასწორა უცებ იმ სტილმა გაასწორა რა აი ჩაცმულობამ რაღაცა რითმა ხოაზე ხარ რაღაცა ხოაზე ქუჩის მუსიკა იყო რა ანუ არ იყო რა ხო რა გათამამებული ის არ იყო რა რომ ხოაზე ხარ სარესტორნო და ფანოღი მიდიოდა და ხო გახსოვს რევიც მიდიოდა ყველაფერ შემოვიდა ახლა არ ვაკნინებ არაფერს ძმაო ყველა ხელოვანი ეს მაგდებაში ვარ ახლა ხო ვიცი ძმაო და რაზეა საუბარი პირიქით მივესალმები ყველას ხო და კაროჩე ეგ პერიოდი იყო გაიგე ბიჭო და რაღაცა ის და შევერთდით რა ერთმანეთი ვნახეთ ხო ერთმანეთი მოვიძიეთ თითქოს რაღაცა ხოაზე ხარ მანქანაში კასეტა რაღაცა ვა საიდან გააძრე ძმაო და ხოაზე ხარ მოდი მაგარ რაღაცას მოგასმენინო და თითქოს უცხო იყო მაგრამ ის უცხო ეგრევე შემოვიდა რა ხოაზე ხარ და მაშინ უშუქობაში იმაში რაღაცა ცოტა უნდა წაგევღერა ცოტა რაღაცა მოუხდა თლიანად და ჯამში ჩასვა ყველაფერი შეკრა ისე რომ ხოაზე ხარ და მე ბიჭები გავიცანი იქ რაღაცა ინიციალებისგან შედგა სახელი თენთენი ხოაზე ხარ გოგოებიც იყვნენ რაღაცა ისინი ჩვენთან ერთად იყვნენ უბრალოდ ხოაზე ხარ მეგობრული წრე იყო რა და გამომდინარე მაქედან პატივის ცემით გოგოს სახელები ამოვარჩიეთ ხოაზე ხარ და ინიციალებისგან პირველი ხო და შედგა ეს და მე თენთენი მე შენც კი იცი ხა კარგად დავიშალეთ ზოგი იქ წავიდა რაღაცა ცხოვრება მაგ სასტავიდან თუ რეპოს ვინმე არა რეპტა არა მე უბერავ და მივწვირო კაროჩე ხო რა ეგ უთხარი რომ ბიჭებო ბაზარი არ არის თუ თქვენ რაღაცა მიდიხართ და რამე მაქსიმალურად შევეცდები რომ დავიჭირო ხოაზე ხარ და მე რაღაცას გრძნობ ჩემში და პრობლემა ხო არ შეგექმნებათ მე რომ ამას რაღაც
არა უცმა შებირი ხო არა ცალკე დაუშვათ რაღაცა პირდაპირ თენთენი როგორც გექვა დაერქვა კი ძმა და ჯგუფის ის მეთქი კაროჩი მერქმევა ისევ თენთენით და ვეცოდინები ხალხს ისევ თენთენით რა ხუაზე ხარ და რავი შევინარჩუნე თოკა შეძლების და გვარად მოვიტანე რავი რასაც ვაკეთებ ძმაო ეხლა სმენელმა იცის საზოგადოებამ იცის ძმაო და რავი ჩემსას თუ ხვდება ოდნავ მაინც იმას რას ვამბობ რას ვიძახი მადლობა ყველას რა მათიც უნთქავ ისინი არიან ჩემი ენერგიის წყაროები ძმაო ჩემი მსმენელი ჩემი კრიტიკოსი კარგის მთქმელიც და ცუდის მთქმელიც ღირსეულად როცა პოულობ ჩემში რომ აი რაღაცა უთქვამთ რომ აი ტექსტი ხო აი ტექსტ ჯანსაღი კრიტიკა აი ტექსტში გაქვს დავით რაღაცა ეს ხوازე ხარ რაღაცა და დაუფიქრებულ ვარ სამად მომისმენია რა ხوازე ხარ და მიმხვდა რომ არის ადამიანი რას გულისხმობს რას მეუნება და გამომიყენებია სასიკეთოდ ჩემდად და კაროჩე ესე მივდივართ მადლობა ყველას ძმა იყო რაღაცა ისინი არიან თავარი მახსოვს რომ ცოტა ხანი გაჩერდი თითქოს რაღაც ესე მახსოვს და მე უცებ არომ კლიპი გადაგიღო ტრეკები ჩაწერე რაღაცა და უცებ და მე აღარ გაჩერდი და წამოხვედი და ანუ ეს ჩაქნეული ქონდა ხელი და ისე ვაბობოქრდი თუ აი სიმართლეა ძმაო აბსოლუტურად ყველა ჩემი ნათქვამი ჩაქნეული მქონდა ძმა ჩაქნეული კი არა აი თითქოს წარმოდგენაშიც არ მქონდა რა ისე აიზილა მე ხა ცხოვრება სიურპრიზებითა სავსე ისე წავიდა რა ეს პალასა რომ გადამავიწყა თორე ყოველთვის მქონდა იმის განცდა და იმის აზრი რომ აი ყოველთვის გავაკეთებდი რა თითქოს რა მაგრამ შეცვალა რა რაღაცა ბუნებრივმა ცხოვრებამ რაღაცა პრობლემებმა რაღაცა და შეცვალა და გამაჩერა და ის დამავიწყა განა ის რომ აი მე მახსოვდა რომ გამეკეთებინა მაგრამ თითქოს ბიჭო რაღაცა ისე ერთი დღე ეხლა გამოვიყენებ სასიკეთოდ და გიო თუ მისმენს ბიჭო ჩემი მეგობარი არის ჩემთან ერთად არის რაღაცა სადარბაზოში რაღაცა დგავართ და მეთქი გიო ხვალე უნდა წავიდე და მეთქი ტრეკი უნდა ჩავწერო მეთქი რა განათდა გონებაში რაღაცა გამინათდა რა ოღონდ არ ვიცი რა აი უცებ რო ეწევა ადამიანს ხოაზე ხარ და კაიო რა იმაში ბიჭო ხო არ გაგიჟდიო ეს 70 წლის ხარ რაღა დროს შეიცა კაიო ისო წარსულიო ეხა სერიოზულად რო ამბობ მაგასო ეხა ვიციო რა ხოაზე ხარ მეთქი თუ არ ვამბობ სერიოზულად ძმა მეთქი ხვალე რო ჩავალ ბედინასთან სტუდიაში და მაგას რო გავაკეთებ მეთქი ნახავ თქო რა შენ გაიხარე ძმაო ეგრეც მოხდა და რავი აქამდე რაღაცა აი უცებ შემოვიდა ხუაზე ხო უცებ გამიჩნდა იმისაზე რომ მე უნდა წავიდე რაღაც რიტმშიც მოვიდა რა რაღაცა მუზამ იმოქმედა ხუაზე ხარ რაღაცა და აი ესე შედგა და დაუბრუნდი და მე ხა სათქმელიც იმდენი მქონდა და დაგროვილი ისე იყო რომ გადმოვეცი მაქსიმალურად ძმაო კაია ნუ არ შერდები და არც უნდა გაჩერდე ბიჭო ხო რაღაცა თითქოს ასაკიც გაზარმაცებს გაიგე გინდა გაკეთება აი ყოველდღიურად თოკა ინსტრუმენტალებს უზივარ ხუაზე ხარ რაღაცა აი ხუაზე ხარ რაღაცებს ვაკეთებ რა აი ჯაჯღურობ თითქოს რა ხუაზე ხარ და აი საბოლოო ჯამში რომ უნდა მიხვიდე და აი უკვე უნდა დაასრულო აი რაღაცა მეძახის რა გვერდიდან რომ აი თენთენ ამო რა დავიდოთან ამო რა არ გინდა რაღაცა მე გავდივარ აი ხუაზე ხარ წერტილის დასმა უნდა რა ჯადოსავით არის რა იცი ეჭი ჯადოა რაღაცა ძმაო რა ალბათ რაპ ჯადოა ვიღაცა არ გაიჩნს რეპერი რაპ ჯადო ჩე ხუაზე ხარ ეგეთი თემაა თორე რავი ბიჭო ეხლა ჩავწერ ხო ეხლა ვამზადებ კი არა და გამზადებული მაქვს ტრეკი და უცებ ეხლა ხას კლიპიც დაიდო ახალი ხო კი ხო ნახე ეგეც რაღაცა პატარა მონაკვეთი თითქოს თემატურად რაღაცა ხუაზე ხარ დავაგდე ის თემა და ეხა არა მაგრად მიხარია და კიდე ის მომენტიც მისწორდება წეგანაც სანო კამერებს ჩავთავდით ეხლა წლებია ჩვენ ერთმანეთთან ზმაკაცობთ და მეგობრობთ და მაგას საუბრობდით რა რომ მიხარია რომ ძველები მოდიხართ და ახლებმა მინდა რომ სულ მაგას უსვავ ხას რომ გაიგონ საიდან წამოვიდა ეს თემა საიდან დაიწყო ფესვების თემა რა ის გასაგებია მაგალითად იმ კუთხით თუ შევხედავთ რომ ეხა შავი პრინცი ძმა იყო და აწყონოს უფალმა აი რაღაცა როგორ არის გამოყოფილი იცი შავი პრინცი კაბუ და ბედინა აი ესეა სამეული რაღაცა თქოს გამოყოფილი როგორც ანდეგრაუნდს აი ესე უყურებენ და იმის იქით დავუშვათ ვინ რას აკეთებდა ნუ რაღაც მომენტში ფასდება მაგრამ თითქოს აი ეს არის აი ეს კლიშე თითქოს თუ დავუშვათ შავი პრინცი ბედინა კაბუ აი ხო ხტები რას ვამბობ და იმის იქით ტიპები რაღაცას ვაკეთებდით არ ვაკეთებდით აი ხო აი სხვებიც აკეთებდნენ რაღაცებს აი ეგ მომენტია რა შენ შეგიფრთხებია ხო ეგ როგორ არა ძმაო და ეს ფაქტის სახეზე იყო მაშინ ძმა ბევრიც აკეთებდა
და ანუ ეხა აი რაღაცა კაი კითხვაა რა, ყველა კითხვა კაია, მაგრამ აი რაღაც განსაკუთრებულად თითქოს შენ სახსენ ეხა კლიშე. ხო. ანუ იყვნენ ფაქტი, როცა სახეზეა ძმა, ვინც შექმნა. ანუ ფუნდამენტურად რა, აი ვინც ყველაზე დიდი წვლილი ჩაუყარა ამ საქმეს, ძმა არიან. იწყება მათით. ნებისმიერი სპორტი, ნებისმიერი სხვა ხელოვნების კუთხე ძმა, იწყება თითოეული ადამიანებით, ანუ ფუნდამენტურად ვინ მიიღო ყველაზე დიდი წვლილი, ხო? ეს სამი ადამიანი იხსენება, რა თქმა უნდა, ბედინა, შავი პრინცი, კაბუცმა. და აქედან იწყება უკვე. აქედან იწყება, იმიტომ რომ ამათმა შეაყვარეს, თითქოს მიიყვანეს იქამდე, რომ ვა, რა მაგარია, აბა თუ შეგიძლია მიდი და შენც გააკეთე რა. ხო, ვიღაცას მოწონს არ მოწონს, ხო, თორე იყვნენ ჩვენ დროს ძალიან ბევრი ჯგუფი იყო, გახსოვს, შენ ჯეურებ კასტებში რამდენი რაღაცა ხდებოდა, ძმა, რა დღეს რო ჩართო, თუნდაც ეხლა მე ჩემ ტრეკს რო ვთავ ეხლა რაღაცა ხუაზე ძველი იმეებს. ვერა რა, აი რაღაცნაირად ვერ უდგები, იმიტომ რომ ისინი ჩემზე მაღლა იდგნენ. ჩემზე დიდად პროფესიონალები იყვნენ თავის საქმეში. გაიგეთ, ახლა მე რა გამომივიდა, ან სხვას რა გამოვიდა, ხო, ეგ ძალკე საქმე. მაგრამ გინდა არ გინდა, ძმაო, იწყება მათით და მთავრდება მათით და ახლა თუ ვიღაცას აქვს იმის ამბიცია, რომ იყოს მათზე ძლიერი, ხო? რაღაცა კუთხით კი შეიძლება რომ მასზე ძლიერი იყო, მაგრამ უნდა დაამტკიცო ის, ხო? ხო, იყო მასზე ძლიერი და ისინი არიან აი კორიფეები, რა. ხო, როგორც ლეგენდა თემაში ესწრება თორე ხა. ხო, ამ საქმის ძმაოდა. დანარჩენი არიან და იყვნენ და რავი, ყველას ღმერთმა ხელი მოუმართოს. რავი, ძმა ძალიან ბევრი აკეთებს და მართლა ყველას ღმერთმა ხელი მოუმართოს, ძმა. ეხლა როგორც ძველი სკოლის წარმომადგენელი, ამ ახალ თემაზე რას ფიქრობ შენ ამ PvP-ის თემებზე, ამ სიტუაციებზე, აი შენი დამოკიდებულება? ისე კი ვიცი, მაგრამ აი ესე რომ მაინც რომ ზოგადად რომ ისე კი ვიცი ხო? მე კი ვიცი. არა, ხო, ბაზარი არ არის, თო. ბიჭო, რა უნდა ვიფიქრო, ძმა? აი ხლა ერთ რაღაცას ვიტყვი, ყოველთვის ვამბობ, გაწონასწორებული, ეთიკური, გინდა დისი იყოს. აი ხლა ადრე იყო რა, კაფეაობას ეძახდნენ რა. და ხო, ახო შაირო და ახლოს ვერ მიდიოდნენ ერთმანეთთან, ან თუ ახლოს იყვნენ, ახლოსაც ჰქონდათ ეხლა ის იუმორის გრძნობა, რომ ხოლმე ჩაერთოთ, ეხლა ისეთი ბინძური სიტყვებით, რომ ეხლა მეგონი ესენი ვერ ახსენებენ, ეხლა ისეთებს გაიფობდნენ მაშინ რა, მაგ თემით რა. და ბიჭო, როგორი თემაა, იცი, აუცილებლად ძველს, ეხლა მე პირადად ძმაო, რაღაცა ძველში არ მომწონდა, ხო? ეს არ არის მარტო ეს დამაკმაყოფილებელი. პატივს ვცემ. იმის გამო, რომ იყო ღირსეული ის. ჩემში არის, არ არის, მესმის, ძმაო, გასაგებია ყველას მართლა წეღან ყველა არ თქვი, რომ ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს. ძმაო, მე ვარ ადამიანი რომელიც ხარობს სხვისი წარმატებით, ძმა. ამის თქმა მინდა, იმიტომ რომ ჩემზე მაგარი გამოზდის, იმიტომ რომ უანგაროდ ხვდები იმას, რომ იმას ჩემზე მაგარი გამოზდის და ვა, ბრავო. შენ შემოგევლი. ოღონდ ერთი არის ის, ძმა, რომ არ უნდა დაავიწყდეს არავის ძველი, საიდან მოდი, შენ შექმენი, ანუ შენ დაუდე ამას საფუძველი და ანუ შენ ხარ? არა, ძმაო, შენ იყავი და შენ ბევრზე მაგარი უნდა იყო, რახან სამსაქმეს ხელი მოკიდე. ბევრზე მაგარი უნდა იყო და ძალიან მაგარი ბიჭები არიან მანდ ახლა ვინებიც არიან 1-2-ს უსმენენ ხოაზე ხარ ჩვეულებრივად ვა გამისწორდა მატასავა ხოაზე ხარ მანქანაში რამე ხოაზე ხარ გამისწორდა რა ცვეთში მაგრამ ბიჭო რაღაცა თითქოს აი სულ დისი და ეს დისი ხოაზე ხარ მე იქ რაღაცა მსმენელია ხო ისაც რაღაცას ბიჭო კაი რა ცოტა ხანი გააჩერეთ რა ეს დისი აი რაღაცა რა უფრო ტრეკი ჩაწერე, ტრეკი ეკო. ხო, რა გახსენი რა. ხოაზე ხარ ილუზია თუნდაც რა, ხოაზე რაღაც მისტიურ შეეხე თუ გინდა, მაგრამ ის მისტიური სულში შემოდიოდეს რა. ხოაზე რაღაცა რა. უზე ექსცესი გამახსენდა. ხო, ბაზარია რა, ეხა ტყუპები მე რა ვილაპარაკო, იმ ჩემპიონები არიან. გვირგვინიადებ თალბათ. ხო და ბიჭო რავი, ყო მართლა ძმაო წარმატებას უყოლას ხმა. PvP მე პირადად რა ხანდახან არის რა, რომ ეხა რეპია რა, ხოაზე ხარ და ანის გახსენებს ან რაღაცა პატარა ყბენა ყოველთვის არის რა ქუჩაში კი ოჯახში კვენელი ხალხი ერთად ხო რაღაცა ყბენა არის და ამას უხდება სფეროს უხდება თვითონ ხოაზე ხარ რომ მიყავს რა რაღაცა ტასოკა აქ რო ხოაზე მასაც იმაზეა რომ ხოაზე ხარ ვა საღოლ რაღაცა მესმის გასაგებია აბსოლუტურად ძმაო მაგრამ არის ყველაფერს აქვს ფორმა რომ რასაც შეიძლება გაცდე და რასაც შეიძლება არ გაცდე რაღაც გადაცდომას როცა აქვს ადგილი რა ხოაზე ხარ გინდა არ გინდა მასა შეაყვარე და აუცილებლად ბოლომდე ეცი პატივი და თქვათ არ დაღალო სიტყვაზე. ხო.
შეცვალე, რაღაც ფორმატი შეცვალე, რაღაცა ის ხოაზე ხარ, გავიგეთ, გინება მოსულა, ბაზარი არა, რო გავდივარ უკვე ვიგინებითო. ხო, მაგრამ ცოტა რაღაცა თუ ფორმაში რაღაცა აი კულტურული სახით, თუნდაც აი რაღაცა ეთიკურად, აი დიპლომატიურად გესაუბრები როგორ იცი, აი საერთოდ არ ჭირდება გინება რა. აი ტახამ ჩაწერე ხა დისი. ახა არის აი ჩემთვის რა ვიცი, მა. შალაბანი, სადაც არც ერთი უცმაწური სიტყვა არ უხმარია მაგალითად და გააკეთა დისი. კი, ძმაო, კი. ანუ ესე იგი შეიძლება დისი ჩაწერო ესე რომ არ იგინო. ნიჭიერ ხო რა, ანუ მაგის თქმა მინდა რომ ის ნიჭი რა გინების გარეშეც რაღაც ფორმალურად, აი ლამაზად შეკრული აი ისე გაიტანო რომ ხუაზე ხარ, ვა, ბრავო, ეს რა იყო, ტო. ეს რა იყო, ეს რა გააკეთა, ანუ შესაძლებელია ესეც რა. ხვდები? აი KMC რა. KMC არა ვიცი, მაო, იმენა ვაღიარებ. რო ტიპი ისეთი დიპლომატია, ისეთი ლამაზად უბერავს, რომ აი რა ვიცი. არიან რა ბიჭები, ვისაც ჰიპატივსე, მე ხა ზუკა კოკნიანი ჩემი დგას იქ ძმა. ჩემი ძმა არის ზუკიტო. და რა ვიცი, ძმაო, წარმატებების უყველას ძმაო რა. ანუ მაინც ასე თუ ისე ყველაფერში გინდა იქიდან, გინდა აქედან ჰაიპს უწევს და დავაი აყავს ზევით რა. ეხა იცი რა გამახსენდა? იმ დღეს ყავდა ენემი მოწვეული სხვათა შორის. ძალიან ნიჭიერი ბიჭია და ძალიან განათლებული და ამ თემაში, ამ სფეროში ძალიან ბევრი გაუკეთებია. ის პერიოდი იყო გახსოვს, რომ ჩაწერა შენც რო მოგიხსენია ბაბილონი და ადრე, ხო, რო იყო ეგ თემა. და მე მაგას მოყვა ცოტა უარყოფითი თემა და მაგაზეც ვიბაზრეთ სხვათა შორის, რომ მე მინდოდა ცოტა სხვა კუთხით დამეწყო რაღაც ამერიკა და ამ დროს აქ მანახეს, რომ საქართველოა და რა ამერიკაო და რაღაცაო და აი შენთვის ახლა რა დონემდეა ხო მისაღები რა ახლა მაგალითად ახლა მან პრინციპში ახლა დედის გინება და ისე ეგეთ რაღაცა არ ყოფილა ხო და პირადზე შეხებაც არ ყოფილა ხო კარჩი როგორი თემაა იცი შეიძლება თუ იმ კუთხით მიუდგები რომ მან ერთმა ადამიანმა რა მაგ კუთხით ხო შენი ხელოვნების რაღაცა კუთხი აწიოს მაღალ საფეხურზე ძმა უნდა მიუდგე, უნდა დაინახო. ანუ ვახ ეს რა მოხდა და ხო ასე ხა წავიდე და ყბების დანგრევა არავის არ შეიძლება, ის არავის არ შეიძლება, ეს არავის არ შეიძლება და რაც გასაკეთებელი იყო, რაც გააკეთდა ისე და მიიღო და არის თავის ადგილზე, როგორც არის, მაგრამ ყველა არ დაადგნენ და ყველა არ უთხრეს არაფერი რა, ყველა ხა ისედაც და თუ აკეთებ, ანუ რაღაცა ფორმატს აკეთებ, ასე თუ ისე რაღაცა პატარა დოზის უნდა ჩააყენო საქმის ყურში, რომ ბიჭო აი ამ თემას ხოქავ და მოდი რა შენც არ გამიბრაზდე, მოდი რომ ეს თემა დავქოქოთ. ხო. ზად უნდა იყო მაგისთვის შენ ახლა რომ მოვა ის მეორე მხარე და გეტყვის რა გინდა, ხვდები? ხო ვიცით რომ ახლა ეს თბილისია რა ძმაო რა. ბაზარი არაა ძმაო რა. ხო და რაღაცა კუთხით საქმის ყურში აუცილებლად უნდა გაყენებდეს ადამიანი, უაკეთებს ამ ფორმატს. რომ რაღაცა ჩეპეები და რაღაცა პატარ-პატარა რაღაცეები ყოველთვის არსებობს, მაგრამ რომ არ მოხდეს თავიდანვე, თუ გინდა იმ საქმის აღორძინება, რაღაცა უნდა გაიხედო ცოტა შორს და რაღაცა თავს ვალდებულება უნდა მიცე, რომ რაღაცას ხელს კიდევ და პასუხისმგებლობაც მეტი გმართებს. ხო და რაღაცა თითქოს ეგ გაცდა. თითქოს რაღაცა ეგ გაცდა, რომ აი ხოაზე ხარ რაღაცა თან იმ დროისთვის რაღაცა ხოაზე ხარ პირიქით რაღაცა მართლა ზილავდით რა ესე რა ხოაზე პლასტელინივით რომ რაღაცა შეგვეკრა კაი რაღაც. და რა ვიცი, მაგრამ ეხა მე ჩემთვის არაფერი ეხა ის უდარი არ არის რომ ხოაზე ხარ რაღაცა არა რა თქო რა ხოაზე. ამ ხელოვნებაში ვარ და ხუფიც მაგას ბაზრობდა რომ ბიჭო ქუჩა არის ქუჩა კი მუსიკა არის მუსიკა მხატვრობა არის მხატვრობა და ყველა სხვა ჟანრიც კი ბატონო როგორ არ შეესაბამება ეხა ქუჩაში ვარ მთელი ცხოვრება იგავიზარდე იქ ავიდგე ფეხიც და ენა და ტვინიც და ყველაფერი მაგრამ შესაბამისად ეს უნდა არეგულირებდეს ამ ორ მხარეს რა ხოაზე ხა შენი ხელოვნებაც ვინუჟდენები კი არა ვართ ვალდებულები ვართ რომ ამას არ გავუცდეთ ანუ რა ხო არის თქვა ეს სფერო აი რატო თქვა ზიზღით ხო შეიძლება აი რაღაცნაირად კაი კუთხით შემომხედო ერთ რაღაცა ეს ტრეკში მაქვს რა რომ ლაპარაკობ მომისმინე კი არ ვქადაგებ მეთქი ანუ ხო თუ არ მომისმინე თუ არ მოხვედი ჩემთან არ გამიცანი თქვა და რაღაც ეხა ის აზრი გაქვს რა შტაბეჭდილება ჩემზე რომ აუ რა მოდი ერთმანეთი გავიცნოთ ვესაუბროთ გავცვალოთ აზრები და რაზეა ბაზარი მოდი კუთხე გავალამაზ ხო რა არა ძმა მე არავის არ უყურებ ეგრე მე არავის არ უყურებ ეგრე წეგამ თქვი რომ მე სხვისი წარმატებით ვხარობ ძმაო შემიძლია ნებისმიერი ადამიანის წინაშე ეს ხმა მაღლა თქვა იმიტომ რომ გძნობ კი არა ვარ ესეთი პირიქით ძმა იმიტომ რომ მეც ამ საქმეს ვემსახურები ხვდები და ფეხის გადაბრუნება
რავი, არავინ არაა დაზღვეული, ძმა რომ ვიღაც ფეხი და რაღაცა და ესე იგი მეც ეგრე უნდა ხوار და წყალში ჩამაგდონ და ხوارზე გარ ზევიდან კიდე ნავთი დამასხა და ცეცხლი წაუკიდონ, ეგრე არა. ყველამ თავის თავზე უნდა აიღოს თავის პასუხისმგებლობა, რომ რაღაცა სიკეთის კუთხით მიუდგეთ ამ საქმეს. თითქოს ესე ვხედავ მე რა. მაშინ აქვე შევხედოთ რამდენი წუთზე ვართ? მიდი ძმაო. რა გინდა 20 წუთი ჩაბარცხულა. და ეგ თემაა რა, ჩემო თოკო რა. რომ მიყვებით ხოლმე ნელა-ნელა ვერც ვიგებთ ხოლმე როგორ არანაირად არის ხოლმე. ხა ის გაით შემარა იქ ახლა აქ ვარ. თავი ორ კამერაში ვარ. ვართ რა. აქ ვარ ხო? იმიტომ რომ წეღან დუდა ჩავწერე და მე შუა კამერის დატვენა ვეღარ მოვასწრე, სადაც ორივე უნდა ჩანდით, მაგრამ სანამ ჩანდით ხო ჩანდით და აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენეთ მეგობრებო რომ გამოვიწევთ არხი რომ მეტი სტიმული მქონდეს რომ ვაკეთო ის საქმე რასაც ვაკეთებ. დავდე ხო ფოტო ხო ფოტოს რომ ვინ მყავს რეპერი და რაღაცა და სტუმარი და ასე შემდეგ მეუნებიან ხოლმე რომ ისა აკომენტარებენ ხოლმე რომ იქნება ეს კითხო ის კითხო და რაღაც ბაზარი არ არის თემებიც არის და ბაზარი არ არის ოღონდ ისეთი არა წეღარო იძახთი შეო რაღაცა საოცრებებიო ხო არა ძმო კაპიშონი მოიფარო კი მოემზადე მოემზადე გადავიდე რა ხელი შემზადა აი ერთი ასეთი ადამიანი არის ქართველი კრიტიკოსი 29-57 თან ესე უწერია და სხვადასხვა სტუდიის დამიკომენტარო რომ მეც მახსენე სადმეოდა მეთქი მოწერე ძმაო აგე რაღაც კითხე ადამიანებს და გახსენი აჰა მოკლედ რამდენად შესაძლებელია მხოლოდ რეპით ცხოვრება საქართველოში და არ ამგონია მარტო ამ გასაძლებელი უფრო ვიდრე შესაძლებელი რა ვიცი ძმაო ყველამ კარგად იცის რომ ამ დარგში რავი ფული რავი ძმაო მართლა ვისაც აქვს კონდეს მიაღწიოს და ეკნება რა მაგრამ უფრო სიღარიბესთან ასოცირდება ვიდრე ისე ამ ბოლო დროს ცოტა იდება რაღაც თანხები, სპონსორები, რაღაცების ხოდავენ. მაგარი ბიჭო, ხარ გადაო, ძმაო, ჩვენ ახლა გუფის გადაცემას უყურე ბოლომდე, მაგრად გამისორდა. აი ყველაფერი თითქოს ისე თქვა, რაც უნდა მეთქვა ახლა მე ან რასაც ვიძახი რა, თითქოს აი ერთი და იგივე კოპირება გააკეთა რა ძმამ რა. წვეჩი ეგრე იყო რა. აი საიდან მოვდივართ რა ფული ძმაო. უყურეთ იმ პოდკასტს, გუფის პოდკასტი დევს აქვს ფოტოშორის, ჩემთან არის ძმაო. და ეგ მართალი უფსონა ერთ-ერთი ბებერია თო გასაძლებელი უფროა ხო რა ვიდრე შესაძლებელი გასაძლებელი მაინც რეპის ამბავი გასაძლებელი ელი მაი სოლონაკ წერს მაორო ლეგენდა კაცი პატივისცემა მადლობა ისტორიისთვის ვახშენ გენაცვალეთ ძმაო გენაცვალეთ მადლობა ძმაო მადლობა ლეგენდობის რა გითხრა შენ შემოგევლე ერთი ჩვეულებრივი უბრალო ადამიანი ვარ ძმაო მაგრამ ისტორია არქმევს სახელებს, ცხოვრება, ვიცხოვროთ და დავინახავთ რა. გიორგი ბიცაძე, ძველი სკოლა, გულები, მუშტები, ამბები აპირებს ტრეკების ჩაწერას? კიდევ პატივისცემაო ჩემგანო. კი, ვაპირებ. რაღაც ისე ტონუში ვარ, რომ არ უნდა დავაგდო, ეხლა ვაპირებ რამოდენიმე ტრეკის დადებას ერთად. ლუკა სიმონ თუ რაღაც ესეთი გადამული ამბავია. დღევანდელი ქართველი რეპერებიდან ვის უსმენსო? კაროჩე ძალიან ხშირად უსმენ ვაჩეს. ვაჩეზე ალბათ აი ხუაზე ხარ ეს ხელი მაკატახვეული და იმენა ძმა იმენა მაბაუნსებს მაგრად. ვაჩეს მოусმენ ეძმა ვაჩეს უსმენ დასუსმენ ზოგადად დასისტრეკებზე კაროჩე кайფობ. რამოდენია ყველაზე შეიძლება ხუაზე ყველა შეიძლება არც ვიცოდე. მაგრამ кайფობ მაგრად ძმაო. დალშე ვინები არიან ძმაო რაღაც ტახას მოусმინე ტახამ მაკაიფა მაგრად ხოაზე ხარ. ის თემაზე რას ფიქრობ რომ ბიჭო აი რა უსაღოლ თოკო რა. იცი რა დროული და რაღაცა თითქოს ისეთი კითხვა დამისვი. და თითქოს ხო რა აი ძმობას ფიცავა რა აი მართლა ვიძახი რა. ხოზე ხარ გასაგებია აი წეგან ჩარჩოებზეც ვილაპარაკე იქაც და რეპია და მოსულა რა ერთი სიტყვით ამ სფეროში მოსულა ეს მოსულა ძმა იმიტომ არის რეპი და იმიტომ ჰიპ-ჰოპის რაღაც ხოზე ყველაფერი აბსოლუტურად ერთი შეკრული ნაწილი ძმა ეს მოსულა თვითონ კონკრეტულად ეს რო არ იყოს დისი რო არ იყოს აი მოსასმენათაც თქვი ერთი და იგივე რაღაცა დაგღლის ანუ მესმის დისი თავის ადგილზე ძმა გასაგებია ხოაზე ხარ მე რაღაცა არ უნდა მოყვეს ამას ხვდები რო ხო გასაგებია რომ რაღაცა მაშინ ისე უნდა კეთდებოს რაღაცა არ მოყვეს ხვდები აქ თბილისში უსმენს ამ ხალხს
ხუაზე ხარ ხალხი ქუთაისში ქუთათურებს უსმენენ ხუაზე ხარ იქ ძმა ხალხი უსმენს მე უსმენ ბევრი თბილისელი უსმენს ბევრი სხვა ქალაქი უსმენს ხუაზე ხარ და იმ დონეზე შეაყვარეს ხალხს ძმა თავი ხუაზე იმ დონეზე რომ შემოვარდნენ რაღაცა უცხო ხო რა ეს ბიჭო და ხო უყურებთ რომ ტექნიკური თვალსაზრისით ბიჭებიც ხუაზე ხარ ტახას ისინიც რაღაცა ძალიან იმენა გიჟები არიან რა ხუაზე ხარ რაღაცა აი ძალიან ოღონდ ხუაზე ხარ ბიჭებს უყურებ იქით ხუაზე ხარ ანგრევენ ძალიან მაგრები არიან თან походу და რაღაცა ბიჭო არ უნდა გადაიზარდოს ანუ რა ხუაზე ხარ ვულკანი ყოველთვის ცდილობს რომ აფეთქდეს და ამოაფრქვიოს ხვდები მაგრამ რაღაცა თითქოს იმ სიწყნარესაც თავისი დოზის აზრი აქვს და ახსაც ეგუნა ხო იცი პური და სანახაობა თან ხო ბიჭო ხო რა სანახავი რაც არის ალბათ ხუაზე იმიტომაც კეთდება ეს მაგრამ გასაგებია უბრალოდ ერთი თხოვნა აი ჩემი ძმაკაცური ხუაზე ხარ ბიჭებს ვენაცვალე ძმაო ერთი ჩემი თხოვნა ის იქნება რომ ეს არაფერში რამე ხუაზე ხარ არ წავიდეს არ მოვიდეს და დარჩეს ისე როგორც იყო ხალხმა ძმაო შეიყვარა ის ტრეკები როგორც იყო ხუაზე ხარ და პირიქით რა რაღაცა თითქოს ერთი რაღაცა საიფერის რაღაცა ხუაზე ხარ რომ შედგეს ისეთი რომ ვა შეიძლება დაშოქოს სასტავი იგე რომ ბოროტებას კეთილმას ძლია რა ანუ ესე გამოდის რომ თითქოს რაღაცა იქნება რა წარმომიდგენია მაგრამ ძალიან მაგარი იქნება ძალიან მაგარი იქნება გადაო თბილისელები და ქუთაისელების ერთი მაგარი რაღაცა ხუაზე ხარ ვაჩი არის კავრჩი ჩემთვის დღესდღეობით ჩემპიონი რა ძმა რა თან ამერიკიდან იქიდან ემიგრაციიდან ჩალეჭოს ტიპი რა მაგრად მე ვასულია იქიდან და იქიდან ვაჩი კაი კაცია რა დეჟაო წერია მაგრამ ეს თუ ის დეჟა ვინც გონია არ ვიცი მაგრამ აბა დავითას მოკითხვა ნახალოვკიდან და შავი გული როდის ჩადგება ძველ ფორმაში და შემოგთავაზებს ახალ ვეშებს და აქვე ისევ დეჟას თემა დასთან თუ აპირებს რაიმეს ჩაწერას დასთან ბიჭო როგორი თემაა ნახე კი ძმაო ვაპირებ ეხლა ჩემ ტრეკებს ვაპირებ რა ორი ტრეკი მაქვს რაღაცა ის ორ ტრეკს ვდებ ახლო მომავალში რა და რაც შეეხება დასთან მქონდა რამოდენიმე წლის წინ რაღაცა გამიხილეთ თითქოს პატარა იმით რა თემა რა ბიჭებს ველაპარაკე ხუაზე ხარ რაღაცას ვაპირებდით რა და რაღაცნაირად ვერ შედგა ხუაზე ხარ რაღაც გადავდეთ რაღაც მაშინ იყო რაღაცა ის პრობლემები რომ რაღაცა თითქოს ვერა და ბიჭო რავი ნებისმიერ დროს რა ერთი ბიჭების შემოძახილი მინდა ძმა იქიდან და ბიჭებთან ვარ ეგრევე ილია 1403 ადევნებს თუ არა თვალს ახალი სკოლის წარმომადგენლებს და ვის გამოარჩევდაო კონკრეტულად კი ძმაო ახალი სკოლის წარმომადგენლები და წეღან თქვი რომ იმენა ტახა ძმაო ნიკა ფუტკო მისთვის რა განსხვავება ახალ სკოლასა და ძველ სკოლას შორის შენგან საინტერესოა იმიტომ რომ შენ სხვაობა ისა აქვს აი ძალიან პრიმიტიულად ძმაო სხვაობა ისაა რომ ის არის ძველი და ეს არის ახალი რაღაცა თითქოს აი 2x2 4 და ნახე ხარა ყოველთვის ყველაფერი განვითარების დონეზე მიდის და უნდა განვითარდეს რა თქმა უნდა რა ეხლა ძველ დროს მართლა აი ნახე რა სხვაობა აქვს რა ერთ კასეტას აქეთ რო ამუშავებ რა და მეორე კასეტას აქეთ რა და გადაწერის პროცესში რო ხარ და ვაი და არ გაჭედოს და პასტაც რო მომზადებული გაქვს რო იქ შეიძლება ეხა დელთავა მაგას ვერ გაიგებს ხო რა პასტაც მომზადებული კასეტა და პასტა უეჭველი უნდა ქონოდა რაღაცა პასტის მსგავსი რა კალამის მსგავსი რა პასტა და ეხა რუსულზე რატო და ეს ხო რა პასტა რა თუ არ უხმარიათ ეს და რაღაც კაი ცდილობ რო ყოველთვის კალამი საწოლ კალამი ო ბაზარი არა ბიჭო ხო ბაზარი ხო რასაო ქართული სიტყვა რა ბიჭო და რა საუბრობდი გადავედი მაგაზე ხო და კასეტა და კალამი რა და იმენა გაქვს ხელში და როგორ იცი არც უნდა დაიღალო თორეჭე არც უნდა დაიღალო ძმა და პახოვდო ძმაო იმ დროს ჯერ ეს გადაწერა, გადმოწერა და ხუაზე ხარ ჯერ სტუდია, რა სტუდიაზეა ბაზარი 1 2 3 სტუდია თუ იყო და იქაც ხუაზე ხარ ამხელა თანხები ღირ და სმენა რო იყო გახსოვს სმენობით? სმენა $20 და რაღაცა ეგეთი თემები რო ხო გახსოვს და იმ სმენაში იყო ერთი 15 სმენა 15 სმენაში ბაითი უნდა გაგეყიდა ძმა რაღაცა მინიმუმ თირკმელი მაინც. ხო. საღო მინიმუმ თირკმელი მაინც. ხო და რავი ძმაო აი ესე რა გაჭირვება, სად გაჭირვება? აი არაფერი რო არ გაქვს და ქმნი და სად ყველაფერი რო გაქვს და ვალდებული რო ხარო უნდა შექმნაც. აი ხა შეიძლება დაუშვათ
ითქვას, რომ ეხლა მე კიდე რაღაც მომენტში ჩამოშორდი მაგ თემას, მაგრამ ვინც დარჩით მაგალითად, კბილებით მოიტანეთ ეს თემა. თან არ ქონდა ისე მოვიტანე, ერთი ეშვით მოვიტანე. და გაუყვალეთ გზა ახლებს. თუნდაც ეს განსხვავებაა სხვა თუ არაფერი, რა. გაუყვალეთ გზა ახლებს. კი, ძმაო, რა დანახვა უნდა თოკა. ეს მე კი ვიცი. ეს ხო და შენიც ძმაო და მე ვიცი ხა რა ხვაზე ხარ და ძმობას ვიცავ როგორ ვიცით რა, სიღრმისეულად რა, მაგრამ ბიჭო, ამას გაგება უნდა. ანუ წაიკითხე წიგნი რა. აი წიგნს კითხულობ, ხვაზე ხარ, ვა, დამთავრდა რაღაცა ბესტსელერი, რაღაცა გიჟობა და ავტორზე არ ფიქრობ. ავტორი რა ტიპი იყო, ანუ რას გულისხმობდა ბევრ რაღაცაში, გაიგე? ხო. ხვაზე ხარ და იმას უნდა ჩაწვდე, ანუ რა, უნდა ჩაწვდე აუცილებლად, რომ გაიგო, ეხა შენ თუ არ მოინდომე რა, და ეხა მარტო Google-ს თუ დაიქვემდებარე და ხვაზე ხარ Google-ი მიპასუხებს, ბაზარი არ არის, Google-ი მიპასუხოს, მაგრამ Google-ი თუ ხო და არა, ბაზარი და Google-ი თუ მაგრამ ძმა აუცილებლად უნდა გაიგო საიდან მოდის. და გიყვარს თუ არ გიყვარს თუ მოგწონს თუ არ მოგწონს, ვალდებული ხარ რომ პატივისცემით გამოირჩეოდე, იმიტომ რომ კონკრეტულად იმ სფეროს წარმომადგენელი ხარ და როგორ ეხლა რა, არავის არ აუწევია წინაპრების სადღეგრძელო და არ დაულევია რომ ჩვენ წინაპრებს გაუმარჯოს. აი პარალელია სხვა შეხება. რა ქვია, ის ვიცი მე ვინ იყო, ის მომწონდა თუ არ მომწონდა. მაინც მიწას მიებარა და თუნდაც ყველაფერსო თავი დავანებოდ მიცვალებული სახით ვცემ პატივს მარტო რა. ანუ მოუკვდით ჩვენ არ ვარსებობთ? ჯერ ცოცხლები ვართ, აგებ ლაპარაკობთ და ვაგრძელებთ რაღაცნაირად შეძლების დაგვარად. აგერ ეხლა პოდკასტი კიდე ერთი სტიმული იქნება რაღაცა კიდე რომ კიდე უფრო მეტი რაღაცა გადავდი. ხო ეხლა დავითა ეჭვმეპარებო რაღაცა ესე და ივიაროს თუ გადაცემებს აქეთ კიდე ვიცი რომ ერთ თემაა. მაგიტო უფრო მეტი კიდე პატივისცემა და მადლობები გაიჩიტა და ბაზო. просто ძველების დაძახებულზე ყოველთვის მივდივარ ძმა. აი ხა წეგან ბაზრობდი განათლების თემაზე და რამდენად განათლებული და აი ხა უკვე მათქო არის კიდე ნაკითხი და განათლებული ხო არის კიდე ეგ თემა რომ ვისთვის რა არის ეგ თემა და რამდენად უნდა იყოს დავუშვათ ან ნაკითხი ან განათლებული რომ მაგალითად კარგი ტექსტები დაწონა მაგის არის საჭირო ბევრს უთქვამს მაგალითად რომ აი წიგნებს იმედა არ ვკითხულობ მაგრამ ისეთ ტექსტებს წერო აი ხო არის საჭირო მაგალითად განათლება მაგისთვის ხო მაგალითად კი როგორ არა რაღაცა დოზით ინფორმირებული უნდა იყოს ძმა რა ინფორმაციის წყარო სადღაცას უნდა გქონდეს რომ მიხვიდე რა შეიძლება რო იყოს მაგრამ მიხვიდე და იმით აი წერეთლის გამძლეო ახსენა მაგალითად ვაჟა ძმაო რა ახამ ხო რო არ ყოფილიყო ნაკითხი დაუშვათ ვერ ახსენებდა ელემენტარული ხო და აზრი ვერ ჩაიდებოდა თუნდაც აი ვაჟა სად იყო სოფელში იყო ხო კაცი ძმაო სად იყო და საიდან წერდა და სათქმნიდა შედევრებს ანუ ბევრს არ ქონია წიგნი მაგრამ ბუნებრივი განათლება აქვს ადამიანს ხვდები? წყაროს ეძებდა ის კაციც რა ხვდებოდა ეხა ბუნებაში რა გინდა? ბუნებაში ყველაფერი დევს ისეთი, საერთოდ შეიძლება არ იყოს. არა, ეხა ბევრი ვერ კითხულობს წიგნს. რა ქნას, ბევრი არ არის რა, ეხა მწიგნობრივი და შეიძლება ვერზის თვითონ კითხვა ვერ კითხულობს. მაგრამ გამომდინარე იქიდან ის არ არის ეხა მაინც და მაინც ისე დონეზე რომ არაფერი არ იცოდეს და რაღაცა თავის დონის ეთქმის. ხო, კი. როგორი თემაა, იცი? არის რა ძმაო ადამიანში ყოველთვის როგორც გინდა რომ დაინახო რა ანუ როგორც სწორია ისე უნდა შეხედო ყველაფერს დაწერ მაინც თუ მოიგონებ დაწერ კი აი იმას რომ შეხედაო რა ხოაზე ხარ რა ხდება რომ დაინახაო რა ეს მკრთალად ძმაო რა ხდება არ ჭირდება მე მგონი იმას რაღაცა დიდი ფარდოვანი სიტყვები შეგიძლია რომ უბრალო დაწერო მაგრამ მდიდარი იყოს ყველანაირი თვალსაზრისით ძმაო რომ ვა გაიგე ამ უბრალოებაშია რა კაკრას ის ბევრი ვერ კითხულობს ამ წიგნს და ეხა დაანებე თავი რა მაგრამ წერენ და დაწერენ და როცა მოუნდება თვითონ ბუნებრივად ზის ადამიანში ეს ნიჭი ღვთისგანწმო მიღებულია little jungle გვწერს დავაი თენთენ შეკლასე რამდენი წელი გავიდა ბიჭო ბევრი ოებით როცა პირველად თენთენს მოусმინეო და დარწმუნებულა ხელიდან ესე უნდევს მე შემოვიდე ეხა და ისა შენ გენაცვალე ძმაო გულში რავი ბიჭო რავი აი რამდენი წელი გავიდა? ბევრი აი რამდენი წელი გავიდა რავი ხო გონები 2001-ში დავდე 10 იყო თუ პირველი ტრეკი ჩემი 2001 წელში და 6 კაცი შევიკრიბეთ $50 შევიკრიბე და ტრეკი ჩაგვეწერა გადაო ბიჭო ხო არ გადაო მაშინ რამხელა პული იყო $50 მშიერი თან ძმა მართლა ეხა წვეთში რა ნადირობდით შეულებრივი ველური
ის იყო რა სამყარო რომ ხო უნდა გასულიყავი და აბა ეხა მოგიტანდნენ რა ხო რაღაცას ფაფხურობდით აი იგივე დეჟასა კიდე შენ კომენტარი ჩაგიდე დღეს მოგწერე გვაგისებ დავითას გამოჩენას თუ აღარ იქნებოდა ახლა ძმაო ჩემი ბრალი არ იყო არ ეცალა მოიცა და მოვიდა კი ძმა და აქვე კიდე ერთხელ მინდა აღვნიშნო ყველა პოდკასტში აღვნიშნავ რომ სადაც შემიძლია როგორც შემიძლია ვისთანაც შემიძლია გავდივარ გავხოდავ ხოლმე სიტუაციას ვეკითხები ვეუბნები ზოგს არ აქვს სურვილი ზოგს არც ალია და ასე შემდეგ ვინც შესაძლებელია რომ მოვიყვანო მაქსიმალურად დამერწმუნდეთ მე უფრო მეც სიამოვნებას ვიღებ რომ მომყავს ეს ადამიანები და ძველი სკოლა თუ ახალი სკოლაა რომ საუბრობთ ასე რომ არის ის თემა რომ აი ის რო თქვი რატო არ მოიყვანე ეს რო თქვი რატო არ მოიყვანე ახალ წელს ვიბაზრეთ ჯერ კიდე რომ უნდა გავაკეთებინო ახალ წელს დენეკინი ცოცხალი ხო ცხოვრება ეგრეა რომ ხანისია ხანესია და ეხა რა სიზამ ხო ძმაო ხო ტერორისტი 7G იმედე ტერორისტი რო თქვი არ დავურკოს YouTube-ი ხა აპირებს თუ არა ისევ დუეტის ჩაწერას old school რეპერებთან კაბუსთან ან ლექსენთან ესეთი კითხვაა არა ძმაო რავი არაფერი მსგავსი არ დაგეგმილა ძმაო რავი მაგრად მიკვირს რომ რაღაც მომენტში გახსოვს ადრე 1-2 მოგწერე მეშე რომ აი რაღაცა კაბუს ხო თავის სტილი აქვს მაგრამ რაღაცა მიმდინარეობაში შენი პონტი ძალიან უხდება მეთქი და რაღაცა აი აქამდე რომ რაღაცა დუეტის პონტი და რაღაცა რო არ იყო მაგრამ ძმა გავიზარდეთ თო ხო რავი ძმა კაბუს ყველა ალბათ ყველა ტრეგიზები რა თვიცი და ბიჭო თითქოს რაღაცა ცუეჩი ძმა რაღაცა ინსპირაციაც რაღაცა ხوازე ხარ თითქოს ხმის ტემბრიც თითქოს ის რო ხوازე ხარ იქ რაღაცა არის პატარა დოზით იქ ჩემში რაღაცა ხوازე ხარ რომ პურა გული ეხლა თან ახალი მიქსი გაეძრო მაგის ძალიან მაგარი ხო და ბიჭო რავი არიან რა სასტავი რომ ვისთანაც შეიძლება ჩაწერო და კი თო ყველაფერი რავი ნახოთ რა შევხედო კიდე ამდენ წუთზე არის 17 წუთი შევიათ მიდის რა გინდაც მაგრამ ნახევარზე მეტ საათზე მეტი ისე ვიბაზრეთ რომ შეულებრივად არაფერი აი ხა განსაკუთრებით ძველი სკოლის წარმომადგენელი რომ მყავს ხოლმე ხო როგორ არ ხომ იცი ძალიან ბევრი რაღაცა ამოტივირდება ხოლმე უცებ ძალიან ბევრი რაღაცაზე მინდა ხოლმე ბაზარი და ესე მგონია ხოლმე რომ კიდე არ მყოფნის ხოლმე რომ ბაზრობთ ხოლმე და რომ დამთავრდება რომ უსმენ და მე მახსენდება რომ აუ ნეტა ეს მეკითხა ნეტა ეს გამეხსენებინა ნეტა ისე იმიტომ რომ რაღაცა ერთ პოდკასტში თქოს ვერ ეტევა ხოლმე ის სითბო და ის თემა ეხა რაღაც მომენტში ყველაფერს კამერებთან ვერ იბაზრებ რაღაც პონჩიც ყოფები როგორც ყველაფერი არ იჭმება ისე ყველაფერიც არ ითქმება ძმა ხო და აი კიდე რაღაც რა თემები მინდა იცი აი კიდე აი ძველი თემები უფრო კიდე რომ რაღაცები გავიხსენოთ ეხა რაღაცები კი ვიცი მაგრამ რაღაცები აი რაც მაგალითად აი კიდე აღარც მახსოვს და აი ახლებს რო უთხრათ აი მოგონების ამბავში ძალიან ბევრი რაღაცები გამოვიარეთ შეზე დიდი ვარა შეიძლება მე 42-ის მე ხო და იყო ახლა მაგალითად გპ-ის მეორე корпуსი იყო რკინიგზათა სახლი იყო კონცერტები აუ რა დრო გაიხსენე ის ხო მაგარი კონცერტები კი თან მაშინ პლუსი და ის სად იყო რა ის პლუსი არა თორა პლუსი არა მან მახსოვს ერთხელ გპ-ის მეორე корпуსში აი წეღარო ვახსენე კაბუ შავი პრინცი და ბედინა ზუსტად ეგ პონტი იყო და ვიდეოს კასეტაზე მქონდა ეგ თემა შუაში დაბაში ზიან კაბუ შავი პრინცი და ბედინა ესე სამივე და იქ ახალ ბედა ტიპები ვიღაცები ბაზრობენ რაღაცა და ერთ მომენტში უცებ ბედინა პანამით რო იჭდებოდა ხოლმე და კი ბახს დუტის კურტკარი დუტის კურტკარი ყავის ესეთი ფერი ხო და უცებ მე ამოვიდა შავმა პრინცმა გარება იქ ფრედო და სასტავები და რაღაცა და ბედინა უცებ ამოვარდა ესე და დინამიკი ერთმანეთზე ყვიდა ხოლმე და ავარდა ზევით დაჯდა იქ დინამიკზე და იქიდან უბერავდა და ბიჭო სასტაულები ხდებოდა მაშინ სულ სხვა თემა იყო და ეხლა ესეთ რაღაცებს როყვები შეიძლება ვიღაცას გაეცინოს და მაგაში რა არის განსაკუთრება 90-იანებია ხალხო ხო ხტები მშიერი მწყურვარი შუქი არ არის არის წეღან დუდას უყებოდი რომ 90-იანებში მეთქი გდანში დაბადებული გაზდელი ვარ და დვიჟოხ ჩვენთან ეძახდნენ რას ჯვარი აკაურებას კიდე ერთხელ და კუბოს იმას მიადგამდნენ ხოლმე პადიეს და მიცვალებულიო და იმ პადიეს შუქი იყო მე შენს ბაბას მიცვალ ეგ არ მახსა იყო მე პაპადიეს მიადგამდნენ და იქ მიცვალებული და იმ პადიეს შუქი იყო წამოდგე რა გვაქვს გამოვლები ბიჭო შემი აუ კაი რა თუ კაი რა კაი შენს ბაბას მიცვალ ბაზარი არაა ძმა მაშინ იყენებდა ადამიანი რაღაცა ხوازე ხარ ქვას გამოიყენებდა მაგრამ ეგ როგორ უნდა დატვინო რომ მიცვალებული არაა და
და შუქის გამო გვეულებიან ტიპები და ქართველი კაცი მაშინ უნდა დაგეტვინა თუ რა ეხლა მაშინ გაჭირვებული კაცი ხო იცი ძმა ევრომიკში იჭდებოდი შენ როგორ არათო კინოთეატრი უსწავლელი ვარ მეგობრებო რო იყო მაგის ქვევით იყო ხომ იმ დღეს ზვალს უსმენდი ერთგარაცემაში გაიხსენე მანდ რო ქვევით პირველ სართულზე იყო ხოლმე კაროჩე მაგარი ის იყო რა ვიცი რა ბიჭო კი ვინც დედამ დაწყევლა ყველა მანდ იყო და მიდიოდა ბაგა ბუგი რა მთელი ამბავი ბიჭო პარკი ხო გახსოვს რა დრო იყო და გამოსვლა და რამე ბუხაობა არაყი რა DJ ზიპო იყო ხოლმე ვიღაცა მანდ კიდე რა მაგ თემებს ადროვდა ხო ქადარია პირველად მანდ გაიჩიტა სხვათა შორის GPS მეორე კორპუსში გავიცანი და მე ქადარია და კაბუა იყვან ერთად ქულიო რო ჩამოვიდა იმაში კონცერტს სხვათა შორის და ქადარია მანდ მასაჟობა კაბუს და გამიკვირა სხვათა შორის აუ რეები მახსოვს აღარც უნდა მახსოვდეს ესეთი რაღაცები ამოტივტივდა უცებდო ბიჭო რამდენი გვაქვს ეგრე ახლა გასახსენებელი თუკა ახლა რაღაცას თითქოს რაღაცას ფიქრობდი რომ მეთქი იქნება რაღაცა გავიხსენო ისეთი რა რა უამრავი ისტორიები გექნება აი შენ ძმობას გეფიცები აი რავი რა გითხრა ძმაო რავი რამდენი მოუყვე რა პროსტა ხუაზე ხარ თან მაშინ უშუქობაში და გარეთ კაი გავიგეთ რომ რაღაცა კლუბიდან გამოდიოდი და წახვედი და ღამე იარე დილამდე და რამდენი კატავასია ახლა იქ შენ ხუაზე ხარ რა იქიდან სახეს კონცერტები და რაღაცები იყო ხოლმე კიდე იმაში რა ქვია რიყეზე და ფეხი წამოსვლები იქიდან მეტრო დაკეტილი იყო ხოლმე გდანამდე და აუ ბუჭო რა კაროჩე 90-იანი მაგარი აი ხო ის იყო ის უშუქობა რაღაც უწყლობა ეს მაგრამ სხვა სითბო იყო თითქოს ადამიანურობა მეტი იყო მეგობრობა მეტი იყო უფრო და რაღაც სხვა დამოკიდებულება იყო კაროჩე ახლა არის რაღაცა თითქოს აი ტელეფონის თაობა რა გეშინია რა ბიჭო რა ხვდები რეალურად ესეა უკვე სიტუაცია რომ გეშინია რომ აი გადაგიღოს და დადოს და სადღაცას აი ბესტი არა უეჭველი დადებს არა ხო რა რაღაც აი თქვა და აი მენა დააგზდევს რა ხუაზე ხარ და ყველაფერს რო თავი დავანებოთ ანუ 90 გრადუსით არის ყველაზე ხარ შემოbrunებული და ისია ძმაო რომ აი თითქოს სიკეთე თითქოს ბუნებრიობა პირჯვარი ვერ გადაგიწერია ძმა შეიძლება ვიღაცამ რაღაცნაირად შემოქმედოს და გითხრა რა რასაკეთებს რა ხვდები ანუ აუ ეს ქრისტიანია იცი რაღაცა თითქოს მე რაღაცა ჩემს ქვეყანაში, ჩემს ტრადიციაში, ჩემს მენტალიტეტში და აბსოლუტურად მე ძმაო, ჩემი მენტალიტეტი იმის ღირსებას მაძლევს საკუთარ თავთან, ძმაო, რომ მე სხვა არ დავაზიანო, ხვდები? ანუ შენ რა გინდა ჩემგან? რა, აი, თქვა ქრისტიანი ვარ და ვარ და მადლობა უფალს, რომ ქრისტიანი ვარ, ძმაო და ჭეშმარიტი სარწმუნოების ამხსარებელი ვარ, ძმაო. და თქვა სიტყვაზე რა და ხო ხვდები აი ხანდახან აი პირჯვარი გადამიწერია რა თქო კი რა ცვლილება ნახე რა და ის ქრისტიანია ბიჭო და რაღაცას აი ხო უეჭველი ვიცი რომ რაღაცას ფიქრო აუ ეს ჩარჩა ბნელია გაიგე მე ბნელში ვანათებ კაკრას მანდერიდან მოვდო არა ფრაზა ბნელში ვანათებ ო ბნელში ვანათებ არა თო იმენა მაგრამ ვანათებ ძმაო ჩემი სიმართლით ვანათებ ჩემი ორ სიტყვას ვიტყვი რა ღვაზე ხმელს შევჭამ მაგრამ თითქოს ჩემ თავთან ძმაო და ყველასთან მართალი ვარ რა ხვდები და აი ეს ყველაფერი ღვაზე ხარ რომ ლიჟბი ტელეფონით გადაგიღონ და დადონ და აჰა ძმა აიწყონ ცხოვრება ჩემზე რა ანუ ნების რა არიცი აი ბოდიში გაწყვეტილი აი ხა მაგალითად პოდკასტში ვიბაზრეთ ბევრნაირ რაღაცაზე ხო მოიცეცი რატოაც არ დაესა დღეს ორივე კაი პოდკასტი აი ხო არა ჩასაყლაპიო ჩასაყლაპ მაიც რას ვამბობდი რაღაცა კაი შეკითხვა უნდა დაგისვავო ახლა კაი რაღაცას ვამბობდი და ბიჭო მე წლებში ვარ უკვე ვაიმე მაიც რა თემაზე ვბაზრობდი ხო ბიჭო ხო ეხლა მეც აჰა რას ვამბობდი და ახლა მაგალითად პოდკასტში ვიბაზრეთ დავუშვათ 1000-ნაირ თემაზე ხო იქ რეპის გარშემო ციკი დაკეთ შეიძლება რაღაცა აი დადონო რა ვიღაცამ დადოსო შეიძლება ახლა ვიღაცამ რაღაცა ამოჭრას რაღაცა თქვი ხო მაგალითად აი ესენი ესეთები არიან რაღაც სულ სხვა რაღაცაზე დადოს მოაბას მაგალითად პოლიტიკური სარჩული ან რაღაცა და მე კომენტარებში აი ესესი აი ეს შენ ამბობს აზიარა ხარ რა ხდება უცებ შედიხარ და ბრახ შენ ამბობს ახლა მაგალითად ვიღაცა რეპერზე რაღაცას ბაზრობ და ამბობს იქ დევს სულ სხვა კონტექსტში გაზიარებული და კომენტარებში გინება და ამბავი და აი რამდენი არ ეგეთი ხდება შევთქვი დადოსო რა ეგეთ რაღაც არც გეკითხებენ ისე ამოჭრიან დადებენ არა აზიარებენ მე ხდება გაიგე რატო სიტყვაზე აი რატო მივიდა ის იმასთან რატო აუწია ყური რატო მოხდა ბიჭო უნდა გამაფრთხილო ძმა ვალდებული ხარ
რამდენი ეგეთია ხო ვალდებული ხარ რომ ამოაგდებენ დადები სადღაც უჩემოთ ეხა რაღაცას გინდა ჩემო ოჯახში შემოსულ ხარ და ნივთი გაგიტანია უჩემოთ ხოვაზე ხარ და წასულ ხარ და ის ხოვაზე ხარ ის სოროს საქციელი გაგიკეთებია და გინდა ძმაო ამდგარ ხარ სიტყვაზე და უჩემოთ ჩემ და დაუკითხავად იღებ რამეს რა მნიშვნელობა აქვს რას აიღებ ძმაო ხო? მაინც ნივთი უნდა იყოს. 1 საათიან გადაცემას უჩვენე და რაღაც ამოჭრი იქიდან. შენ ირღვევა იქ უკვე დარღვეულია. 1 საათიან გადაცემიდან 2 წუთს რაღაცას ამოჭრი და სხვა სარჩუს მიაბავ მე და და. კი, მე გამოიყენებ შენი თქმის არ იყოს პოლიტიკურად და პოლიტიკურისა. აი ერთ სიტყვაში ვცემს უყველას პასუხს რა. ხო, აი ვინ მეტიც არ მინდა რა, არ ვიმუქრები უბრალოდ, ხო, მე ვიცი როგორი ფორმით მოგაწვდით ხმას. რომ აი რაღაცა პოლიტიკურად იმისიანი და რაღაც სისულელე. არ მიკერებები მე ნახე. ხო, არა ძმაო რა. რა შუაშია. ესე იგი მე მომინდა რაღაცის თქმა, ანუ თუ სიტყვაზე 2 ან 3 პარტიის მსგავსად რაღაცა ისეთი ფრაზა ვერ ვთქვი სიტყვაზე, ვერ გამოვიდა მათ აზრზე თუ არა ვარ, ესე იგი, ხო? ესე იგი ვინა ვარ მაშინ. ხო, დღეს არა ვარ, ანუ თან ისე მიგაკერებენ, რომ აუ ამას თავისი აზრი არა აქვს, ვერ გავიგე, ვალდებულია, რომ თავისი აზრი უნდა დააფიქსიროს. აგე ვაფიქსირებ. მე ვარ ქართველი და უნდა ვიყო ქართველი. მინდა კი და არ მინდა კი არა, უნდა ვიყო ქართველი და ჩემს ქრისტიანობაში დევს თავდაბლობა, ჰუმანურობა და სიწესიერე და უფალს დიდება, რომ ყველას გვაძლევს ამის საშუალებას, რომ კიდე რაღაცა კეთილად და პატიოსნად გავაკეთოთ რა. და არავის მიკერება და არავის მოკერება, ისედაც არ არის ის ლამაზი საქციელი. რო არის ადამიანი ფიზიკურად რას წარმოადგენს? და არ იცი, ბუნებრივად არ იცნობ და არ იცი რას წარმოადგენს, რა სულის პატრონია, რა ფიქრების პატრონია და გახარ და კაროჩე ეს იმნაირია, მე რუსეთეა და რა მე რუსეთე თუ რა თუ რუსეთო გაჭედა მაგაზე. რა რუსეთო და თუ მეო თქვენ. რა რუსეთო უმეტო და რა მე უკრაინუ თუმე თუ რა ქვია მაგას ვაფშე. ხო, არ შეიძლება ესე იარლიკების და ესე ცილის წამება ხო ადამიანზე არ შეიძლება რა არც ერთი კუთხით არ შეიძლება არაფერი არ ამართლებს იმაზე დიდი სამართალი არ არსებობს მაგ დროს რომ პირიქით გაჩუმდე და რაც არიცი ის არ თქვა ეგ არის ალბათ ყველაზე დიდი სიმართლე მართალია სიჩუმე ოქროა ამბობენ პოდკასტში ეს არ გამოგვადგენ მაგრამ ზოგადად ისე ამბობენ ხო რა ბიჭო არა რა თითქოს რა აქტიურიც გახდა თოკა ეს საკითხი რა ხვდები თითქოს რა პოლიტიკას შეეხო აბსოლუტურად ადამიანის ყველანაირი პოლიტიზირებულია ყველაფერი ხო თითქოს ყველაფერი თუ ადამიანს ბუნებრივად რამე გააჩნია აი რო გადაყლაპოს ნერწყვი ესე მგონია რომ აუ რა მაგაც ამან ცოტა ისე ხო იცი აი ძლივ გიკინაღამ გავიგუდე ხოაზე ხარ აი ნერწყვი რო გადაყლაპო შეიძლება იმაზე გაამახვილონ რომ აი რა აი ამ დროს ხო შეიძლება და რა თუ კარგი რა სხვა სალაპარაკო არა ამ ლამაზ ნოტზე წავიყვანელა ბოლოსკენ ამ პოდკასტს დავით მაგრა გამისტორდა ძმაო გამიხარდი გენაცვალე თუკა გულში ხო იცი კიდე ერთხელ ვამბობ ანალოგიურად ძმაო კიდე ერთხელ ვამბობ უამრავი სალაპარაკო და 3 დღე რო დავჯდეთ და არაყი დავიდგა და ძეხვი დავიჭრათ სულ მეტი არაფერი ვიბაზრებთ იმდენ რამეს რომ ვერ ამოვწურავთ მაგრამ ეხა ესე საათობით დამღლებიცანი მაგალითად რომ აი ესე უყურო ეხა აქ რო შემოდიან უყურე მე რაღაც თემებს ზოგი გადაახვევს ზოგი მთლიანად უყურებს ზოგი ის მაგრამ მე მაგალითად დიდად დარწმუნებული იმაში რომ ეს კაცი მაგრა გაგისწორდათ რა არ აქვს თიშოლობა ძველებს ახლა ძველებს იმიტომ უფრო რომ მაინც ჩემთან პოდკასტში მოვიდა და პატივი დამდო თუ მეტეს თო კაი მომეცი ერთი წუთი ძმაო თუ არის საშუალება როგორ არის ყველა რა აი შემიმსმენელი მინდა რაღაცა ორ სიტყვაში ვახსენო რომ აი კამერაში არ ვიცი თქვენ თვითონ არ იცით ჩემთვის რას წარმოადგენთ ალბათ ჟანგბადის წყარო ხართ რა რომ სუნთქავ რა ეს მე რაც მიყვარს აი კონკრეტულად რასაც ვაკეთებ თქვენს გარეშე ანუ შემოდებულია თაროზე რა თითქოს გაუკეთებელიც ყია ვიდრე თარომდე რა ხო და თქვენ მას ულდგმულებთ თქვენ მაძლევთ იმის ზალას რომ მე ეს ვაკეთო მაგრამ ჩემში სიზარმაცე იმხელაა ეხლა მით უმეტეს რა რაღაცა სიმართლეა რომ თქვენ რო არა აი არ ვიცი რა დედას გეფიცები მადლობა ყველას და შევეცდები რომ არ მოგაკლოთ რა რაღაცა პატარა სტიმულიც იქნება ეს პოდკასტიც იმედია რომ ქენი რაღაცა ხო პასუხისმგებლობაა რა რომ ეკიდები პასუხისმგებლობას გინდა არ გინდა რაღაც თავის ქვეშ ახარ დავით კიდე რა უნდა გითხო ბოლოსკენ კიდე რა აი ხა მაგალითად სნუპს რო უყურებ დოქტორ დრის უყურებ და იმ სასტავებს რა ტიპები არიან უკვე რა ვიცი 90 წლის მე მგონი რა და ცოცხლები არიან კი როგორია ცოცხლები არიან დაჟე ხა მომას ბოლოს როდის ნახე პატივად რაღაცა სნუპი ნახე ვიდეო ჩამიგდეს გუშინ ოღონდ არაფერს კი არ ჩამიგდეს გუფის ქონა არ ცოცხალია ძმა გუფისა გაზიარებული ვიდეო ხრუშოვკაშია ოღონდ არაფერს არ მომდე სნუპი ხრუშოვკაშია
აქე ნამსხვრები ისინი ისე რაღაც ხო, ნაკირავებში როა ძმა. სოხური მუსიკა ჩართული და მაგრა უბე. კაც ჩინელებშია. ხო, მაგრა უბერავს ტიპი თავის და. ჩინელებში. რა უნდა კითხო, აი ერთი თუნდაც 10 წლის მერე, 20 წლის მერე, აი როგორ წარმოგიდგენე მაგალითად მე და გულიდეს მოკითხვა ჩემ ძმას მე და გულიდეს ჰქონდა ტრეკში ეგეთი რაღაცა დუეტში თუ ეგეთი რაღაცა რომ ვიქნებით რეპერები სანამ ჩვენ არ დავბერდებით მეთქი და შე როგორი წარმოდგენა გაქვს მაგაზე არის მოვა მაგალითად ის დრო რომ აი კაროჩე კაი ვაკეთე და უკვე აღარ შემფერეს და მოდი გავეშო არა ვიფიქრე მაგაზე არა ეხლა ესე გადაწყვეტილად ვერ ვამბობ ეხლა ერთმა იცის რა კი და რა არა მაგრამ ის რომ რაც გიყვარს და მოგბეზრდეს და არაკეთო რაღაცა თითქოს არ მგონია რომ რომელიმე ადამიანს კონდეს ფიქრად თავშიც იმიტომ რომ რაც გიყვარს ის არ მგონია რაღაცას ვიზავ რაღაც სახში ჩემთვის აი რაღაცა ღვაზე ხარ დედა კაცო დაუძა ასი კაცი და წარმოგიდგინე ჩემი დედა ჩვეულებრივად ვიზავ რა ძმა რა ვაქთებას ვინა გავრება როგორიცი და მომიხდება რაღაცა თითქოს სიბერი თეთრი წვერი მოუშვი მე და გლასკოს გვაქვს თეთრი წვერი დავბერდებით ვერე ღვაზე გაასწორებს დავითას მოკითხვა რა ვიცი ხალხო ბიჭებს მოკითხვა სულ ყველას აი ჩემებს აბსოლუტურად მე მაგრად ვისიამოვნე დღევანდელი დღით ალუის ენერგიებით ორი პოდკასტი ზედზედ ჩაიწერა რაღაცა თითქოს მეც რაღაცა ორ სიტყვაში იცლები თითქოს რაღაცნაირად ხო რა და იმედი მაქვს არ გაჩერდები მიაწვევი როგორც ამბობ და დანარჩენი ტრეკების ჩაწერა იქნება ვლოგის თემა იქნება კიდე პოდკასტის თემა იქნება ეს ლენტა აქ არის ხარჯება ძმა და გადაღების თემა იქნება თუ რაც იქნება შენ გვერდზე მიგულე და დავუშვათ სტუდიაში ახალი ტრეკის თემა იქნება გაპიარება იქნება რაღაცა რაც შემელება რომ ჩემ თემაში ჩემს ინტერესშიც არის და უფრო მეტი ხო გეუბნები რეპის მსმენელი უფრო მეტი შემოვიდა ახლა ჩემს არხზე ადრე შოუ-ბიზნეს წარმომადგენლები რომ ყავდა ისე დონეზე არ იყო ნახვები და ლაიქები და ასე შემდეგ. რაც რეპერები დავიწყე, უფრო მეტად წამოვიდა, იმიტომ რომ ჰაიფშია მაინც რეპის თემა ასე თუ ისე და წამოვიდა და უფრო უსწორდებათ, აზიარებენ, ალაიქებენ, აკომენტარებენ და ასე შემდეგ და გამოიწერეთ და დალაიქით. ჩემი თუ არ ჯერათ. აი კაცია თოკო რა. ჩემი თუ არ ჯერათ ამ კაცს. სიყვარულით აკეთებს ამ საქმეს, რაღაცა არც სპონსორი, არც ის არაფერი თავის ხარჯებით ბიჭი, გულკეთილად ცდილობს რომ მიიყვანოს თავის საყვარელი საქმე ბოლომდე და გამოიწერეთ აუცილებლად. რამდენი რაღაცა გაშლი შენ მაინცა თქვი ხა. კამერების უკან. ხო, ძმაო, წვალობს კაცი უანგაროდ. ხო, უყვარს ეს სფერო და გაყავს ბოლომდე რა თავის საქმე რა. გამოიწერეთ. აბა, ეგ არის. მადლობა ყველას.